გასკდა თავი, მომძვრა ღურები დავრჩილა. ვაი დედა! აი, როგორ შეიძლება გადაცემის ესე დაწყება, არ შეიძლება. იმე დედა. შენ ხო თქვი აგეთ. რაღაცა შენ მასე დაიწყე და მე მერე მივაყოლე. გასკდა ბიჭო, თავი გასკდა, აღარ შემიძლია. მარტო თავი? ვიზლი ელენთან აღველი. რაც ჩემ ეზოში ასაფეთქებელი ისროლეს. ყველა მგონია რომ ჩემ ორგანიზმში მოხვდა და ჩემთან აფეთქდა. ასე გასაფეთქებლები ხო აგრძალეს. ეთქობა ნამდვილებს ისვრიან, ისეთი ხმებია ეს დღეები, ხო? საგარი მაგათხრილ ნოჩი. არა, დღეს თავს უნდა უშველოთ როგორმე. აქ ჩაშე რამე ფული. იმენა ვიგერა გამაცინო. რაი? რას მეურებ ახლა შენ? მესროლე მაროდა მომგან. კაცო, ეს დღესასწაულები ყველაფერი ორი რო გვაქვს. რა იქნება რომ ხელფასიც ორი იყოს, არ შეიძლება. აღარა ჩარაფა. მაროდა შეხედე. გადავლეთ ვალი ასეთი იმედიანი სახები ჩვენ ოპერატორებს არ მინახავს აქ. აი შეხედე იქიდი ხაროს სიხარულის წრევლი მოადგა ის ერთი თვალი რო დარჩა იმაზე. რა დღეს სიხარ თქვენ მოგიგზეთ თქვენ რა. რანდალიეს ამისთანა ჩვენი არები. და რეჟისორს თხოვ ეს ყური გამითიშოს კაცო თეთვი. გამორთე ან ისე იქნესე ჩუმად მეც უნდა თავარ მაგრამ ვითმენ დავამთავრო ჩაწერა და მე ვიზავთ რამეს ეგონი გოდანა მაგ მომჯდარი უკრიდან და მიკაკუნებს აი შეხედე ბიჭო მიჭებს შეხედე მიჭებს გიორგი ანდრე გიორგი ჯემისაი ცოცხლები ხარ შეია რა უნდა კითხო მართლა ისა თქვენთანა ზორია ყველაფერი ჩვენსავით ეგრე იქნება ძმაო ეს ისე იყურება მაგ კი არა მე მგონი ამგე სამსამია შენ ხო იცი ძველი ახალწელს რატომ აღნიშნავთ ხოლმე სეირა ჩვენ იმიტომ რომ 31-ში რა მოხდა ვერავინ ვერ იხსენებს გაიგე და მე 14-ში მაგიტო ვამეორებ ვაიმე დედა რა გამახსენეს ძველი და ახალწელი წინა კიდე თელი იანვარი ჩვენთან ერთი დიდი კეიფია რომ აგვირდები რასაც უყურებ ჩემო ნიკა ღვინო დაილია მაგრამ დალევის მიზეზები არა შენ ქართული დროის მანქანა ხო იცი რა არის რა აი 8 იანვარს რო იღვიძებ ხო და 3 იანვარი რომ გონი ეგა კი მაგიტო გავიდა ასე მალე ეს დღეები ხო იცი 31 დეკემბერი მახსოვს და 8 იანვარი. აი დანარჩენი არ მახსოვს საერთოდ. არ მითხრა ძმაო. გამჯდარი მაგდალევა უკვე ორგანიზმში. გუში ცოლმა წყალი მომაწოდა, წყალი მომაწოდა საქართველოს სარღიზელო სანამ არ თქვი. ვერამ ვერ დავკი. მე გეტყვი შენ, მე მგონი კალენდარი უნდა გადავაკეთოთ 11 თვიანად. აი უყურე პირველი იანვრიდან ბოლომდე მაინც არაფერი არ მახსოვს და რა აზრი? მასეს არ არის საქმე შეობადა. მე და შენ შეიძლება არ გვახსოვს, მაგრამ ბავშვებს რო ხარიეთ ბიჭო? ბავშვობაში მეც მიხაროდა. მე პირველად დავთვერი 36 წლის წინათ. ახალ წელს. ფოტოშორის მაშინა ცხენის წელი უწევდა. ხოდა ისე დავთვერი რომ თოვლის პაპამ ცხენი მაჩუკა. ისე ვიძა. მეგო. და ეს ცხენი აი აბა ჯიპის წელი როდის უწევს რომაჩუკოს გვარნატრობდი აბა. აღარაც დატრობ. მოკლედ ხალხო, ჩვენ რა დღეშიც ვართ, ჩვენი ბრალია და თქვენ რა დააშა. გილოცავთ შობა ახალწელს და გისურვებთ ისე გეყოლოთ მტერი. ეს დღეები დილაობით როგორც იყავით მე და ნიკოლას თუ განავჩით მალე ძველი და ახალი წელი მოგელოცოს და აქვე შეგახსენოთ რომ ჩვენ შოუს შეძლებს დაგვარად მუსიკალურად აფორმებს და ყველაფრის და მიუხედავად გეიმისა და დროსტარების გაწყობაზე საურელები და გიორგი
სიდი ჯუჯა. კარგი, ახლა ამბებსაც მივხედოთ. არ გამოვა. მოიციქოს თუ სიცხლია. უკვე სერიოზულად მივხედოთ ამბებს. ყველაზე ევოს, ბიჭო, რაღა ეს ვიპოვე. ორი კვირა ხერს ვერ უყრი. მეგონის ცოტა. აბა, მივხედოთ. და ახლა კი ბატონო. მოკლედ ყველაზე იმობს შევონიკოლოს, მაგრამ რაღაცები ხო ხდება ამ პლანეტაზე. უი! თავისთავად ცხენისელია და იმათო ჩემი ჯობია. ოდა, მართალი ხარ, შეხდება რაღაცები, კაცო, ხდება რაღაცები. აი მაგალითად, ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში თბილისი მე-5 ადგილზე გავიდა. აი ისა მაინტერესებს მე პირველ 4 ადგილზე რომელი ქალაქები გავიდა, ვინ გვაჯობა? ამ წუთში მოგახსენებ მიდი ბრძანე. ბარსელონა პირველზე, მერე პარიზი, მერე ტოკიო და მერე პრაღა. არ არის ცუდი. აი ჩვენს მერე ვინ მოდის? ეგ მაინტერესებს. მე-6-ზეა სეული და მე-7-ზე იერევანი. სეულმა როგორ გაჯობათ, ბიჭო, სეულმა. დედა. შენ არის დარდო მაგაზე სეირაჯიან, სეულის თქვენია. ადრე არ ატარებდნენ ასეთ გამოკითხებს, თორე 90-იან წლებში თბილისი პირველ ადგილზე გავიდოდა ღამის ცხოვრებით. იახ. კი, განსა. დაღავდებოდა თუ არა მთელი ქალაქი პურის რიგში დგებოდა დილამდე. აი, ხო იცი, ჟიურის კითხეს თურმე მე-5-ზე რატო გაიყვანეთ თბილისიო და რა უპასუხა, თუ იცი? რაი. იმდეს გვალევინებდით ღამით 2 საათი და პატოს ვეღარ ვცდობით და გაგეცადათ გათენებამდე ეგება პირველის გაგეყვანეთო. ჩვენო ვიცი დალიე ტასკი, იმიტომ რომ მე მგონი ოპერაციაც გავიკეთე და არ მახსოვს. ისე დილა ადრიანად ყველაზე საინტერესო ქალაქების რეიტინგებს არ აწარებენ და უტაისი გავა უეჭველი პირველზე. მან არის პახმელი და გამოსვლის ტრადიცია, დილაუტენია სუბხარჯოთი ხალხი და ის უნდა იქარი. ისე ხო იცი, სხვათა შორის პურმარი არც იტალიელებს ეშლებათ. თურმე დაგვაწეს და იტალიური სამზარეულო პირველია, რომელსაც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გესმის რა ხდება? გამოყოლილი გვაქვს. საჭმელ ძეგლის სტატუსი რა უნდა მიენიჭა? რა უბედურება? იმ დღეს პიცა რომ მოიტანეს, კი ქონდა ცოტა ძეგლის გემო. და მეგონა ბეტონი გაერიათ მეთქი, ეხლა რა ვიცი, ახლა ეწლებია მქვილში. თურმე ძეგლია და რისი გემოეკეთა. ანუ 10 პიცაზე ვინც მაიონეზს მოასხამს, მატერიალური ძეგლის დაზიანების გამო დაიჭირა. წესით კი ისე სადაა სამართალი, მაკარონი თუ ძეგლია, მაშინ ხაშლამა მუზეუმი მაინც უნდა იყოს. იახ. სხვათა შორის ახლახან მისცეს ქართულ ხორბალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. აჰა, მოგეთქვა. ვისვირი აქ ლოგიკური კითხვები ჩდება. ლოგიკური რომ ხიკალს არ უნდა მისცენ ეგ სტატუსი. მოიცა თუ ძმახარ, მერე წავა ჩვენი ამბავი, ხო იცი, გარჩევა მწვალნებიას მივანიჭო თუ უმწვალინოსო და დაავჭამთ ერთმანეთს. იყოს კაცო, ყველა ვიცით რომ ხიკალი პირველია, მაინც. კაი, კი ბატონო, სანამ იტალიელები თავიანთი გაძეგლებული საჭმელებით გეიმობენ, აგერ ბრიტანელმა ექიმებმა ენერგეტიკული სასმელების შეზღუდვისკენ მოგვიწოდეს. სორია, საინტერესოა რატომ აითხოვენ უბრალოდ. რას ვერ ჩითო? რატო და გულსის ზარხთა სისტემას აზიანებს თურმე. აი,
ალბათ მაგის გამო მითხრა ჩემმა კარდიოლოგმა კორვალორი და ვალერიანი შეურიე და ისე დალიეო. კი ჩემი კარდიოლოგი წინააღმდეგია. ასა არა ხსავდით იმ დღეს და ენერგეტიკულები გადამიხარასობრი და შემა ბონდო ეკივა. ავარა საყოლები კაცი ეს ბონდო ხო გამაგიჟები როცა საჭიროა მაშინ გიყრის სუპრიდან კაი სასმელი. იო არა პაპა რა დააყოლეთ აბა ლუდი აუ კარგია კაცო კარდიოლოგიაში არაყი და ლუდი არის პირველი ოე შემთხვევაში ვაიდედა მე მაინც არ ვსვამ მაგეებს და რასაც ვსვამ ის არაკრძალონ მთავარია მაგის ნუ გეშინია შენ ჩვენ სამეგობროში რამდენი ექიმია გადაყედ ერთი რომელია ღვინის სამკრძალავი მართალი ხარ მომეშვა გულზე გადავიდეთ შემდეგ თემაზე ახალი წლის გეიბება მარტო ადამიანებს არ დაგვაკარგვინეს კონტროლის უნარი ცხოველთა მონიტორინგის საკეთო ორ დაკარგულ ხოზი ხარ შენ რა ხდება ორ დაკარგულ ვირს რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა აუქციონზე ყიდის როგორ წახდა ცხოვრება კახელი კაცი რო ვირს დაკარგავს ეს იგივეა რა ვიცი ყველაზე მსუბუქად რო თქვა თავი რო დაკარგავს მოიცა რა ის ახლა შენ რო კახელო დაკარგა მითხა კახელი თუ არ ხო მავინი რა თუნოდა ეს ვარტალი წამოდი ისე ჩვენ წამოვიყუროთ ის ორი ვირუგელა სასოფში ჩვენ აღარ გამჩერდები და ბენზინის ფული არ დაგჭირდება ზავი ო თან ვირი რბილა დადის ახლა თუ დაინოლია ხო საერთოდ თქვათა შორის თავიდან ამ ვირებს გურჯაანში უპირებდნენ წაყვანას და მე ვირებმა თქვეს არ მინდა ის აუქციონი იყო მე ხო ამბობ კაცო მარტო მეკრა ვირი ყველაზე ჭკვიანი ცხოველი აი რა არის აი ეს ვეშაორმე რო იყო მოსული იმას გავყვევით გვირით შევნია ვიდრე გურჯაანში ჩავიდეთ აი გარი ვაგრძელებთ ცხოველების თემას და ამ ახალ წლებზე ამათო გადასარევი ამბავი აგერ მე ვითხარით რომ ძაღლი ადამიანის მეგობარი არ არის რა ხდება აი ერთმა ძაღლმა შემთხვევით მანქანა უკუსვლით ჩართო და შუა კალიფორნიაში 1 საათი დარბოდა ასე თურმე ები ახალწელს თელი სოფლიო რა დღეშია მარტო მე მეგონა ქართველებს გვიჭი აბა რა უნდა ეკა პარკინგისთვის ადგილი თუ ვერ ანახა მალადეც აბა ჩემი ძაღლი რო წაიყვას მანქანას ბიჭო ორი თვე გააკეთება შუნდები და მე ხან რა უბუშდება დავაცალებ არ მითხრას არ გამახსენ ეს ჩემი ძაღლი კიდო ბოთ რა ჯოგრის დაბაჟლებს ვასწავლე ბიჭო და სხვებს როგორ ნიჭიერები ყავთ აგერ ხედა აბა საჩუდაობა არ არის ხა ამ ძაღლს რომ ჯეკა ერკვას და დილით ეზოში რომ ჩემი მანქანი წირო ქონდა ჩაკვეხებული მანქანა იმ ძაღლს ერკვას ძაღლს კი არა და კაც გრიშა მოკლედ ამ კალიფორნიელ ძაღლს როგორ ჩანს სარგეები აქ მაგარდა მოღაბო აბა 1 საათი უკუსვით მე ვერ ვვლი მანქანი 1 საათი კი არა უკუსვალს აგერ ხარო ორჯერ ჩაჭრეს მართვის გამოცდაზე არც კი ცხენია რა იჟირო აი ძაღლმა უნდა გაჯობოს გიორგი ჟირო რა გრამერე ბოლოს როგორ გაჩერდა ძაღლი ეს გაჯურებული თო ბოლოს პატრონს გაუჩერებია ტელეფონზე ლაპარაკის გამო უწეს ეს ის რაზე ძალიან მართლაც უდათ მე დაში რაზე ვლაპარაკობ არა და იმედი მქონდა მეთქი ცოტას დავილაპარაკებ გამოვა დავიწყეთ ეს მონელი თუ მახსოვდეს საერთოდ რატო ვართ აქ მე გეტყვი არა პრობლემა გეტყვი მოიცა აჩო გამახსენდეს რა მე ჩამოვშაფსა ჩემს რა ქვია ბიჭებს რატო დავიწყე და გეტყვი ეს რა ზღვაზე რომ მიდიან ხოლმე რატო მიდიან
ბანაობა უნდათ, რა ვიცი. არა, კაცო, მაგას კი არ გეკითხე, ანუ რა დროს მიდიან, რა დროს? შვებულება რო უწევთ. ხო და როდის უწევთ ხოლმე, ბიჭო, მაგას გეუნები. სეზონზე. შენ გაგახარა ღმერთმა, ებასე. გამახსენ, სეზონი, ახალ წელთან ერთად ახალი სეზონი დაიწყო ჩვენ ტელევიზიაში და მაყურებელს მოდი უღეროთ რა შევთავაზებთ ამ სეზონს. აი, სეზონი ხო გაგახსენი. არ გეუბნებოდი ჭაჭა, მაინც სხვანაირად ხსნის. კი ბატონო. აი, გახსნს. კი ბატონო. აუცილებლად, მაშაცე. მაესტრო. მუსიკა. აჩუ. კი არა. ჩარტე. გვიყურეთ და ჩვენი რჩევა გაითავისებთ. გაერთობით და ცხოვრებას გაიხალისებთ. სადაც არ უნდა გადართოთ ყველგან ჩვენა ვართ. კომედი არხზე ნამდვილია აღმოჩენა ვართ. პადადანი გაშოუ გვინდა გახარო კომედი არხზე გრძელდება მიხოდა მარო შაბათ კვირას 8 საათზე მიხოდა მარო ხოდა რომ არ მოვარდეთ ჩვენი ტემპიდან სულ სირბილი დაგიბრუნდით შვებულებიდან თქვენ განწყობაზე ვიზრუნებთ თქვენად გვიგულეთ აგერ ვიწყებთ ახალ სეზონს ხო დაგვიყურეთ დღე და ღამე ერთად ავარ მღერითან ხურო გვინდა თქვენი სიყვარული დავიმსახურო გვინდა თქვენი სიყვარული დავიმსახურო თუ კი ბევრმა ცუდმა და ნეგატივმა დაგავა გადმორთე და დავიყურეთ ჩვენ ყოველთვის აქავართ ბევრზე ცინებ დაბარა დიდი ხარ თუ პატარა ადანდალიდან დალი იუმორი აკარი სერიები ახალი თქვენი კარგი განწყობა ჩვენთვის ყველაფერია სიცინის გარეშე ხომ ეს ცხოვრება ძნელია ადანდალიდან დალი ჩვენი გუნდი მზად არის რომ გაგიტბობ ზამთარი ადანდალიდან დალი იუმორი აკარი თელი თავის ამქარი ამდგმელას გრილიზღალი აიო შემომხიზლა ცოტა ხედავ რა მეგურები ფხიზლად ის ერთ რა მაინტერესებს მოგალაკე რა მაინტერესებს შენსა შეგ რა მაგისმოსული ქალები ზაბანოში თუ ხარ ხალებში კი 16-ის ვიყავი პირველად აბანოში გიგიხე ქალები საბანოში საბანავებლები ვართ მართალი ხარ 8 დღეს და რას გეკითხე მე ქალები საბანოში შემეშალა კი გამახსენე როდის იყო გამბავი აი ორი თუთროს ავატყობოში ვიტეკი ხო გახსოვს იმ ორი თვის წინ იყო ეგ ზუსტად ასე იქნება მახსოვს სულ ქოშები ვიყავი ასე ისე ეს გზორელების გაითვალები ხო გუში ხო შენ ერია და შალახოს მაგრამ საჭიდაოს უკრავდა მაგინამი ხო მე ის დარეულ ხალს რო ეჯინებოდა ის გავაგდები შენ და ხელი და იბოზე დაგადოღორჯე ნუ მახსენი მაგას ებასე გამართული ვიდეო ჯობია აგარა რომელი შირამოდის აბაში ღუიროდის ნურჯიარი ღუირო ცეცხლი წითელი არის არა ეს მე მომაზრდა შეიძლება გაწევდეს
აი გიწრიებო იშალავითო მეხლავი შხაპმა კი ვერ ხვდები მეც მასეორზო სავს კარგად გიუგზო მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ავქვეყნის შეიძლება კი მერე ვაგული და იქ ხო ყველა კარგად არის იქ ცუდად ხო არ ვარ ჯვარი წედია ახლა იქრო მოხდეთ ხომკლა მომაჩი არც ბაბაჩები და მაგრს გაიდრეს მოდი რა ვქნა ისი რო არ შეგვეთყოს ნაბახოსები რო ვართ ეთყვი რა უნდა ვქნა ხსორა იყოს მოდი შეციცით რა უნდა შეგვეთყოს როგორ არ უნდა შეგვეთყოს გამორეცხილი ქვევრი სული ამის ხო გადავივლეთ გასა შხაპი ხო მივიღე ჩვენ ორგანიზმია უბრალოდ გაჟღენტილი და ნენა მოვიდება 3 დღე მაინც უნდა ამის გასვლას მივიცი მე არ ნავს უნდა ჩავწე გამოიტანს ეგ რა ის რა ვიცი ჟანგი თუ გამოაქვს აკილია ნო ნაუთხი და სესხლი გივისურვე ზუგვე და ოჯახ მაინც რა მოიგონეს გველური დარევავიო ჩიკამდე სანამ მივყოხდი ჩემი დამემართა სიცოცხლის გავმონ აბა ვიო გველისელი რო გავაცილეთ გავაცილებ სხვანაირად შეიძლება და ახლა რა გამოდის ანუ გაისა ცხენი ჭიხვინი თუ რა გავაცილოთ თუ ციხრები ორივე დედა მაინც რა შვილი თუ გახსოვს რა ისახია ვიო დავიდან ყველაფერი მახსოვს როგორ დავჯექი სუპრასთან უბრალოდ გეგონი მაქვს უბრალოდ კასეთის ლენტა გაწყდა ისე აღარაფერი აღარ მახსოვს აი ყოველ გაკეთებული ღვინო იცით ისე შეგიბიზაგოდი შეზებედნავლიო მაგრამ რა დალიო შეზებედი სუბრაზე 8 სალღიზელოს მერე არ გაჩერებულ ხარას დროს ასე მგონია მხალაჭადია მარტო გონია ქართული სუბრა მე ცხელები არ ახსოვს ვინ არის ბიჭო დანასწრები სუპრაზე ეგ ჟენ თურები და ვეღარ მხედავ ზორე მე ბოლომდე იქავა გინაწოლი როგორც ეხა გაშენდი ვიჯი ხედავი არა ისკი გამოვალახი აი რამდენი აბა მითხარი ეხა ეს რამდენი ციცია არც ერთ ხო თქვი იზე მართალი ხარშია სიცხვილია რა სიყვარულის სამზელო არ მახსოვს მეგობრის სამზელო არ მახსოვს ადამიანობის სამზელო არ მახსოვს არა ყველა ზუდი რაც არის თვითონ ახალწელია საერთოდ უი ვიჯო მომეხარეთი სიკო მოდი რა შეგენა კილოსა შემოძრო ვახანწელი და დიდი სიყვარულით აი შენი გამრავდი შეგენას ეს კილოსა არ დავკრავს არ დავლიოს აიო დავლიო უკვე ძალიანაც კარგად ვარ და ნელ-ნელა ვთრებია მერაბას ღორის კელეხში ვართ მისასვლელი და უხერხულია ჩემი მერაბი არ უნდა ვაწყენინოთ ისა უხერხული მერაბასთან არაგას ღორთ არა იუდინერი დავლია მე უკვე მომავალ წლამდე მე დავლევი აღარ ვარ მერე მომავალი წელია უკვე 31-ში დავიწყე ჩვენ დალევა როგორ გებნევა ყველაფერი ხო არა მე ძალიან პრინციპული ვარ დასხი მაშინ არ არის ასე მოდი ეხლა არ გვინდა რა ეხლა უნდა გამოვფხიზლდეთ მუსიკალური ნომერი გვაქვს სამღერი
მართალი ხარ დაასხი მაშინ აი მართალი და დაასხი კიდე დავასხა კაცო ხიზლები და რანაირად ვიყო რომ მითხარი დაგვცინეს ხალხი აი რა გოხდათ ახლა მეორე ფრად გამოგიყვა სიმღერის დიდი დლობა შეგენაცვალე ახალწელს შეგენაცვალე თამარას ჩალაგებული წნილი შეგენაცვალე ვაგას კლავებში გამოსაგება ეჯავი და კაცში და ესე იყო ჭასული ძლივი სამა ვიღეროს ღორი მოუაგითხავს აიდა როგორ დავთვერით ასე როგორ ბანცალებ ნაბახუსევს უშველოთ დასხი გენაცვალე ვინ არ გადამთრალა და ვის არ დაულევია ლუინოლუდი არ არის ვის არაურევია იქნები ყოსიზმარი მოფხიზლება ძნელია სახში მისულს დუშის ქვეშ ვის არ გაღვიძებია ავსალე ჭიქანდო კიფიავა ეხსაცველი შევავზე თავის პატრონიანა ვინ არ გადამთვრალა და ვის არ დაულევია ლუინოლუდი არაკი ვის არაურევია იქნები ყოსიზმარი მოფხიზლება ძნელია სახში მისულს დუშის ქვეშ ვის არ გაღვიძებია უნდა ვიყოთ ხიზლები დავამშვიდოთ ცოლები დავასვენოთ ღვიძლები ვითომ იყოს სიზმარი არ დაგვირევია ვითომ ვინო არაყი სულ არ აგვირევია თურმე იყოს სიზმარი გახსენება ძნელია ოლივიეს თემშებზე ვის არ ჩასძინებია ჩვენი ხმა მთელეზოს რომ ესმოდეს აღარ დავთვლით ხმა მაღლა ღამის სამზე მეზობლებს ვინ არ გადამთრალა და ვის არ დაულევია ვინო ლუდი არაყი ვის არაურევია იქნები ყოსიზმარი მოფხიზლება ძნელია სახში მისულს დუშის ქვეშ ვის არ გაღვიძებია რასით მე მგონი მოგვიყვანა აზე იმ არაყვა ცოტა გამოფხიზდით მინდა გითხრა და ის ხელი წყალიც კაია მაინც ნელ-ნელა უბრუნდებით ფორმას ჩვეულ ფორმას შემო კი ბატონო კაცო გამოვიხადეთ თვალში სხვათა შორის ეხლა რო გაიხსნა რაღაცა კეიფის ხასიათზეც მოვედი კაი პულმარილი მე მგონი შემდეგი გადაცემა თავსაგრულებმა უნდა წავიყვანოთ მე რომ ვაკვირდები მოვლენებს აი ესე იგი სეზონის პირველი გადაცემა გახლავთ ჩემო ძვირფასებო თუ ეს თქვით უკვე
ყოველ შემთხვევაში ახლა ფხიზლად გეტყვით და ამ არაჩვეულებრივი და კარგი ადამიანების წარდგენამდე გეტყვით, რა თქმა უნდა, პატას და ნიკას შოუს უყურებთ აუცილებლად ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე და აქვე მინდა ვთქვა ისიც იმ ჩვენი ტელემაყურებლების გასახარად, რომ 17 იანვრიდან იწყება მიხოს და მაროს ახალი სეზონი. კომედია არხზე. ახალი სეზონი. თავისი განახლებული სერიებით, მთელი ინტრიგებით, ჩამოხლართული რაღაცები და მოკლედ წინ სერიოზული გეგმები ამ სერიალს. კი ბატონო. ასე რომ 17 იანვრიდან ყოველ შაბათ-კვირას კომედია არხზე საღამოს 8-ზე მიხო და მაროს ახალი სეზონი. და ამაზე ყველაზე კარგად ვინ მოყვება? თუ არა სერიალ მიხოს და მაროს მსახიობები. ძალიან მაგარი ხალხი, მოკლედ ყველას ისნობთ ძალიან კარგად და მოდი თავად მოგვითხრონ ამის შესახებ. ბიჭებო, მაშასე სტუდიაში მიხო და მაროს მსახიობები. გენაცვალები, გადასარევი. როგორი ბეჯვარები ვართ, ვერაჩები და ნუ. აი და ჩამოიარია ხალხმა ფილმა ნაახე როგორი ჯვარი და აგუ. ვერაო. ესე იგი. ჯერ დიდი მადლობა გადარჩენილებს რომ გიყურებთ ამ ახალ წლებზე. მიხარია თქვენი ნახვა. და რა მაინტერესებს ამ კოსტუმებს რატო არ იხართ? პირველი შეკითხვა. ესე იგი, დამიჯერეთ, კოსტუმების გარეშეც გცნობენ, აღარ გიდათ ეხა ესე იგი. მაგრამ გიხდებათ. რატო? ჩაღატები. შეიძლება ნახე როგორ იყურებს, ნეტა ესეთი პერანგი მომცავ. კარგი, რა ვიცი, დავიწყოთ საუბარი, ჯერ გილოცავთ შობა ახალწელიწადს და რა ვიცი, მრავალს დაესწარით და მედნიერები, ჯანმრთელები, გახარებულები, წინსვლის, შარლო, ფარნასა, დოვლად, სიგეთები, არ გამოგვიყვება. თქვენ გენაცვალეთ რა? დაგლოცოთ. ხო, აჯობენ სხვადასხვა გოგის გარკვეულ ვაგიზს და ტყუილს და პოზიციებს და გაწვდეთ ზეობარ ხომ. ტყუილად გენაცვალეთ. შენა ტყუილად კი არ თქვა მონოლოგში წყალი მომიტანაო მეუღლემო და სანამ საქართველოს ადრიგზელო რა ვთქვი კი ვერ დავლიეო და ეხლა ეს არის სალოცავების ადრიგზელოზე. შვენიერი შოთაძია ბატონო. როგორ არის საქმე ჩემ მოძვეთში? ჩალჯო პეტერათან და კიდევ გამოდანა. როგორ კი არა აშვებით რა ხდება რა არის კარგი. საერთოდ რომე საით გავიღე ჯერ ყველა აქ არის და გადაარავიდეს იქ სერიალში სუპრაზე გავალ გავხედა. თემურ ბატონო რა ხდება თელავში? თელავიდან მოვყვეთ ხო? ახალი წელი როგორ ჩაივლი და გასაგებია. შვიდობა, მაგრამ ბაკურაი გადამკიდე ხო? ვეღარ გამოდივარ გარე. რა არისო კაცო, ეგეთ წესერი კაცი იყავით. ამდენი გინება რა უბედურება. რა სილანძღები ამდენსაო და. მერე მე ამდენი და ვთხარ, მარტო ბაკურამ გინება კი არა, კაი დალოცვაციც ისმერთი. გინდა აი დალოცვა. აბა მიდი. ო, ღმერთო, შენ აი წყალობდე აქ ბრძანებელ ყველასა. გაჭირვებულ ბრალობდე არაკლებდე შველასა. შაწი ღვთისმადლი, შემოსილი მღვდლის მადლი, უცოცხლე სახში მყოფი, შინაური, გარეული, მეღვინე, მზარეული, კერა, მისი შემკურე ყველა. გაგიმარჯოთ თქვენა, ჩარეკა მენა, მეტეჭიკა. მერთმა მოქცეს, გული მხიარული, ხელში ჭიანური, ჯიბეში ფული, ბეღელში პური, ღმერთმა გამოგიყვანოთ თვალადი, ტანადი, პურადი, გულადი, ღმერთმა სახლი აგიმსო შვილითა, საბძელი შვილითა, თქვენი მტერი დაამარცხოე.
ეზიდებოდნენ ვირითა. და სიყვარულზე გამახსენდა. ერთი გოგო შამი ყვარდა. კოცნაე ვერ დავაჩვეო, როგორც იქნა შავი პირე ადგილი შავარჩიო. სასიდედრო წამომადგა. კოცნა რომ დავაპირეო, რავას პლავზე დავიბადე ამი. დედავაპირეო. გილოცა. მაინც ჩაიკურთხა, მაინც ჩაიკურთხა. ბაბა, ესე იგი, თქვენ კი ჩაგერთვალათ, მაგრამ ჩემ პროდიუსერებს ვერა რომ ღვინო უთხოვენ და სულ აქედან იყო ჩამოსატანი ორი და ყველას დააწყდა. მაგრამ ასეთი ახალი წელიც არის, გვეყო სახლში რაც დავლიეთ. მარიამ, თუ ეთოთი უფრო როგორ გესმის ყურს? შენ თვითონ მიეჩვიე, ხო? კი, მიეჩვიე, ეთოზე უკვე ქუჩაში, ეთო. მიხედები ხოლმე რომ მე ხო არ მეძახიან. მეც ეთოს ვეძახი. მეც ეთოს. მარიამს კი აღარ. ქალბატონი თელის გავიგე, მაგრამ შენ რატო? მონას ვეძახი და მაროს. მარო. ქალო რა ქვია? ნონა. მარიამ, აი ჟამეს ხო არ გვეტყვი ისეთ საინტერესო. მინდა მოუყვე ჩემს მეუღლეს პირველად რომ შევხვდი პაემანზე რა მოხდა. საინტერესო. მეუღლის სახელი გითხარ. გივიკო. გივიკო, ხო? გივიკო. გიორგი. არ ვიცი, ისე მოხდა რომ ვერ გავიცი, მაგრამ გავიცი. ნუ მივედი ახლა ჭკუაზე, არა ვარ ცეზარ ჭამროვითომ ძალიან უჭმელი გოგო, იმიტომ რომ თან ახლა უკვე 30 წლის ვარ, ხო და მირეკავს ტელეფონი და დავხედე და მეუთხარი თან მანამდე მეუბნება რომ ძალიან სერიოზულად მომწონხარ და მომავალზე ვფიქრობ და ნუ უკვე ჭკუაზე არა ვარ დავხედე ტელეფონს და მეუთხარი ძალიან დიდი ბოდიში რო არ ვუპასუხო გამორიცხულია მეთქი და არის დათა და ტელეფონში მიწერია გოგიტათი, იმიტომ რომ ჩაწერებისთვის მჭირდება ხოლმე და აღარ ცვლი და დახედა ამ ტელეფონს და გოგიტა აწერია და ხო დათა მეთქი და მან უკვე რაღაცა და უნდა დავგეგმოთ მეორე დღეს მოვდივართ გადაღებას და წინასაღამოს გეგმავთ რომელ საათზე გავიდეთ რაღაც და ხო დათა მეთქი 7-ზე გავიღვიძოთ, ყავა დავლიოთ, თან გავიდეთ მეთქი და დარჩენა არ მინდა ხო იცი სახლი, მაინც სახლია უკან გამოვბრუნდე. უკვე წითელია რა, ბიჭი. ხო და მეთქი ხო აბა რას ამბობდი ის მინდა ის დაბრუნდეს რომ მომავალი და ყველაფერი. კარი ელოდე. ველოდები და აბა როგორ მეთქი და ვინ იყო? და ძალიან ინსტინქტურად ჩემი ქმარი იყო მეთქი ხვალ თბილისში მივდი მაგდადა. გაია მარია. გადავჭი. ხება უხსენი მეთქი არა სერიალის. ის გადარჩენა შეგერა. შეგვა ეხლა ამან ბავშვენ აგ ვიზიტებს წინ დაუკან. კი. ეხლა რომ მოვდივართ ხოლმე მე მირეკავს ხო კარგად ახარ. იკავს ხოლმე. მე ხარ შენ ხარ მეუღლე და იმას მივეჩვიე და ქმარს ვეძახილე. ის მეუღლია ეს ქმარი. კარგი გოგო. კარგია, შეგენაცვალე მეუღლე გოგო. ხარ. დიდი მადლობა. დათა შესკე რა ხდება? რა ვიცი, ცოცხლობ ჯერჯერობით. საერთაშორისო მე რამდენი სეზონია არ მახსოვს და კახერკაც ქუდის დაფარება ვერ ვასწავლე. შეხედე როგორ ახუდია. მაგი ცოტა გვერდზე უნდა დაიფარო, გვერდი. იცი რა არის, რომ ვიფარებ გვერდზე. კარგად მაფარია და რო ვჭდები უკან გადადის. ვერ გავიგე. ვერ გავიგე როგორ უნდა დავიფარო. ხო და რა ხდება შეესკინა, მამიტყი. როგორ შევხვდი ახალ წელს? შენ ახლა დალიევასთან ნამეტანი არა ხარ? არა ვარ, მაინც მამა ჩემი ვით რომ ჭიქას რო ხელში იღებს და ეს ხში შედის, ესე არა ვარ. არ ვიცი ეს რამდენად გავაჟღერე, ტელემაყურებელს მინდა მიმართო, რომ ჩვენი ბაკურა, ბატონი თემური და ჩვენი გოგიტა, ბატონი დათა მამაშვილი არიან და ასე ერთად უწევს სერიალში სცენაზე კი ბატონო, მაგრამ აგერ ტელეეკრანებზეც ერთად და ესეც იღბალია არა ნიკოლოს? თავისთავად, რა თქმა უნდა. კარგია. არ სვავ. წამომეყვანა ეს. აბა რა ქენი ახალწელს. სოვდი რამე თლათ ეთერას იმაზე ხوار გადახვედი. არა, გავერთე კარგად მეგობრებთან ერთად.
საყვარელ ხალხთან ერთად ცოტა დაულიე, ბევრი არ დამილია და უსმენდი ძელ სადღეგრძელოებს. ანწების და ასე შემდეგ, ლექსების და კარგია, მამაჩემ სხვადასხვა სტილი უნდა ქონდეს, ხო ერთ სტილზე ხარ უნდა იყოს მაინც და. თემო ბატონს მაგი არ ეშლი განაერად. არა, ისიც მიყვარს კაცგან არ მიყვარს, უბრალოდ თვათ ჩემი არ არის. მე ვაკვირდები და ვხვდები რომ არაფერი ისტორია არ მოგიმზადებია. არ ფიქრობ მოყვე თუ არა, იმიტომ რომ გვერდზე ზიზიყა და უნდა მოყვე. მიდი აქ ვარ. მოკლედ თელავისტიაც გასტროლი ქონდა და ბატონი თემო იყო აქ წასული რა და აქედან რაღაცებს ახლა ვეუბნები რომ აი რა გინდაო რომ ჩამოვიტანო იქიდან რაღაცები უთხარი მეთქი ესმინდა და ნუ არც ველოდები იმიტომ რომ არც მახსოვს 10 დღეა გასული და ვიცი რომელ საათზე მოდიან რომ უნდა დავხვდე ღამის 3 საათია და წასული არის ერთი ზურგჩანთით ავტობუსი გაჩერდა და ჩამოვიდა მამაჩემი ზურგჩანთა კიდია და ორი დიდი ჩემოდანი მოაქ რა და კი დავფიქრდი ხა მეთქი ამდენი რაღაცა ეთყობა კაი რამეები მიყიდა მე რა არაფერს არ ვეუბნები რა სახლში მივედით ველაპარაკეთ აბა როგორ ჩაიარა სპექტაკლი ბედნიერი ხარ და ვიცი რომ ბოლოს რაღაცა უნდა გამიხარდეს და რაღაცა ის დედაჩემს ჩამოუტანა შარფი რაღაცა არაფერი ისეთი ჩემთვის არ ჩამოუტანია და უბრალოდ ამ გახსნის პროცესში მეც გვერდზე უდგავარ და ეს ბოლო ჩემოდანი რო გახსნა და არის კარაკით საოსე. ანუ ერთი ჩემოდანი კარაკი აქვს ჩამოტანილი კილოიანი კარაკი რა და ბიჭო მეთქი აი რა თქინდა ეხა ამდენი კარაკი შენ არიციო ეს როგორი ნატურალური არის. ორი თვე მეზობლებში ვარიგებდით კახს და არ თხოვდებოდა. იმის მერე არაფერს არ ვაფარებ საერთოდ. აი, ვირო მადლიო. კაი მე ხოცო რომ გამეიღურება მაგარაკის დამსახურება. შენ არიცი ეგ რა კარაკი იყო? მე მაგასტროლზე ვიყავი, თელმათიათმა კიდე ცოტა ჩამოვიდა, სამსამი წამოიღო. არა, უბრალოდ მინდოდა გაეგოთ ამათ რა კარაკს ავჭამდით ოდესღაც ახალგაზრდობაში ჩვენ თაო. მე ერთი პაჩკა წამოიღო, შეგაიგე. რას მერჩოდი 20 კილო კარაკი რატომ უნდა ჩავ? აი გაზომგა 20 არა. შოთა ბატონო, შეგენაცვალე. იგრებო. ჩვენი შოთა ბატონი ახალი შემობრძანებული პერსონაჟია. დღეს კიდევ მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი თეატრის მსახიობები იგივე ბოდიში თეატრი ხა ესე წავით. ჩვენი სერიალის მსახიობები რამოდენიმე ვერ გახლავთ იგივე ჩვენი ვარდო როლანდი იგივე უკრომზია სოფო ნუ გარკვეული მიზეზების გამო ზოგჯერ გასტროლია ხოლმე თეატრის ისე ხოთაშოვის რადგან შევიკრიბეთ მინდა ერთი რამე ვთქვა რომ ხშირად არის ხოლმე ამა თუ იმ პერსონაჟზე გამოაჩინეთ სად არის როგორ ისე საერთოდ მივყვებით რა როგორ იწერება ზოგჯერ ესე მაგრამ ეს ადამიანები არიან პროფესიონალი მსახიობები უმრავლესობა და აქვთ თავისი თეატრებში წარმოდგენები სპექტაკლები გასტროლები და შესაბამისად კონცერტები ინდივიდუალური რა ვიცი შემოქმედი ხალხია ნიჭიერი ხალხია და ხანდახან ვერ ვახერხებთ ხოლმე რომ ყველა სერიაში იყოს ყველა გმირი და ასე რომ ესაა მხოლოდ მიზეზი იმ დიდი ისტორიისა რასაც თქვენი ასე ვთქვათ გულწყვეტა მოყვება თუმცა ამისთვისაც დიდი მადლობა რომ ეს ერთგულად გიყურებთ და თითოეული სერიალის თითოეული ნაწყვეტი იცით ვინ სად და როგორ არის და ასევე ბატონ შოთაზე მინდოდა მეთქვა რომ ახალი პერსონაჟი გახლავთ და ძალიან შეიყვარა ნიკოლოს ხალხმა და ბატონო კი რა თქმა უნდა ამისი რაღაცნაირი ის კი არა არაბიძესაც კი შეაყვარა მისი ერთ-ერთ პულმარზე გამღერის სიმღერა შოთა შენ წარმოშობით საიდან ხარ წარმოშობით რაჭიდანა ვარ ამბროლაურის რაიონი მეორე ტოლა და ერთი ეგე 23 გიორგობას 23-ში გვარი შეგრება იყო ლომთაძეების გვარისა იცი და პოპულარული ვიყავ კახელი ლომთაძე რო დაიწყო როგორ დაი თეთრი ღვავით ვიყავ რა ხარ ეგელა მოჟავებში სანახავად დადიოდე დანარჩენ ლომთაძეები ასე მაგრამ გოგადო აგე შენი მეგობარი ყოფილა ნიკა ველათოლე ჯები ბათულიჯი გაწო ბათულიჯი სადამიყვანა ბიჭო იქ ხეზე გაწო 4 კაციანი მაგიდა როა ხეზე მაგლა აუბობდი მაგრამ ჩამოსვლა აღარ მინდოდა ბევრი დავლია კარგი იყო და აჯობე დალევაში მას იბერებოდი მარტო ამათი გიგო და უნდა
აი მეიცა მაგას ამოჭრი თუ არა ზღვაზე წახვიდი არამე რა ვიცი მე გასავლელი გაგიგდა შენ ახალ ციხილ დასამსვლელი არ ხარ ზღვაზე კიდე ის გამახსენდა ველისციხე ხო ველისციხე ხო და ისტორიული სოფელი ძველი სოფელი მთელი ეროვნები სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს ის სიმღერა ბოლოს ვამღეროთ სხვათა შორის ეს სიმღერა ისე მოგვეწონა სიტუაციურად გაამართლდა რომ თვითონ სერიალშიც გამოვიყენეთ და ეხლა მე დავწერე და ჩაიდი გამიდგა ჯებიაო აი ეხლა ვიცია 90 წლებში არეული დრო რო იყო მაშინ ამღეროდით ხოლმე ამ სიმღერას მაშინ მე ჯეილი ვიყავ კოლა მეთქინდა ჩაინი კოლა შენია არა კაცო მე ვიცი რომ იმისია რა ქვია ეს მე რა ებრაელი კაცო ის ვიცი რა გვერდაზისა ოიცი ვიციცა კი ვიცი არა ნამდვილად თქვენი მე კი მამა პაპურა თქვენი ის გეხურებოდათ ჩაირიკა ყობას ვენაც იცი რა მაინტერესა აი რამდენად უძლებთ თქვენ დატვირთულ გრაფიკს ერთი ორჯერ შეგატყი რომ კიდე გადაღება კაცო უშაბათაც აქურა მოვიდეს სამშაბათს იმ დღეს რა დაემართ ამ გადაღებაზე ვინოსთან ჩალიჩობ ჩემი ბიჭი და მოდა გადავიღო თუ გადაღება არ გამაგონო გადაღება არ გამაგონო იქ არის გადაღება პატამ ჯამჭამა ის კიდე რა არის ხო იცი მაგა ახლა მეორე მხარეც ხო აქ მაგას თავიდან ხო ვინმე რო გირეკავს სიტყვაზე ანიქიდან დაგირეკავს კახეთიდან თუ რა მნიშვნელობა და ერთი თუ სამცალია გადაღება ესეც ხო აბა ბიჭო მაგარ აფხელა ძალა ესე ქალბატონო ეთი შინაურია და ვარაგე გეგონება აი არა ფუზია რა ტრენი რაგინა რას გადამეკიდა რა ვიცი აბა რა ოხტა ეთერა ხო ეხლა აბა როგორ გაატარე ახალი წელი როგორ შვენივრად გამოიყურები მადლობა არა უშავსი ხო კარგად ხარ მე ვიცი თქვენი ამბავი რომ ერთობ შეგიყვარათ მაყურებელმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მადლობ თქვენი დამსახურება რამეში გამოიხატება ეს აი რამე ხوار შეგიძლია გაიხსენო აი რა გავიხსენო ეხლა სუცუდები გასახსენებელი და რა უნდა გაიხსენო წერვა პროგრამაში ხარ ჩვენი ვიზად ხედა სიმღერის ჩაწერაზე რაც მოხდა ის მე გამიხსენე მომზადებული არაფერი არა მაგ რა გავიხსენო არა სიმღერის ჩაწერაზე იყო ძალიან კაი სიტუაცია მე მოვყვები ესე იგი სიმღერის ჩაწერაზე ვიყავით სტუდიაში შევიდა ქალბატონი ეთერი ვინც არისო იქ და ბიჭებო და მე უთხარი რომ ხელით განიშნებთქო რა მე ველაპარაკები რა დაუქნევ ხელში რაღაცა იწევს მაგრამ ტაქტით წინ არის ხან უკან არის ვერ გავიგეთ რაღაცა ყიმიდის მაგრამ რაღაცა ხდება და მე ვუთხარი ცრა ქალბატონო ეთერი რაღაცა და მივხვდი რომ მარჯვნივ ვიყურება რაღაცა აქეთ ვეუნები და ისევე შევედი ეს კურსაცმენები არ ქონდა მუსიკა არ არის ესე იგი ჯექსონს არ უმღერია არის მუსიკა გეს სამჯერ რო იღერა მე თქვა მუსიკა როდის იქნება იმ მელოდიაში ისა მუსიკა რა დროს უნდა დაიწყო რა მუსიკა და აღმოჩნდა რომ აბსოლუტური სმენა არ ვიცი ამას კიდე რა ქვია არ ვიცი სმენა მაქვს მაგრამ კომპლექსი რაღაც სიმღერასთან დაკავშირებით წევრის კომპლექსი აი მე მან თავისუფალი აი ალბათ შეამჩნევით მისი პერსონაჟიდან განსხვავებით აბსოლუტურად საწინააღმდეგო და სხვანაირი ქალბატონია და ძალიან საყვარელი და მადლობა და შენი იმედი გვაქვს მადლობა მე მაგამის იმედი დიდი მადლობა ჩემს საყვარელ მაყურებელს რომელიც ყოველ დღე ყოველ წუთს მხვდებიან ქუჩაში და ულოცავ ახალ წელს ჩემს მაყურებელს დიდი მადლობა იმ კომენტარებისთვის რომელსაც წერენ ჩემთვის და ყველასთვის რა თქმა უნდა კარგი იქნება რომ შოთა ბატონი საერთოდ თქვენი თემა სანამ ისეთი
ესე დაბოლოვება ეს სიმღერა რომ მოგვაწონე გააკეთე და დაუ აბა შეტაბა ისმენთ აბა ყურადღებით დაძაბული შეგებეთ ისე გამიკეთეთ გულით რა იცი ქვეყნა დღისეული გაცია ქართველობა ყველა შუბლზე აცია ქართველია თანაც ქრისტეს შობელი სიყვარული მისთვის თანამადლია ყველა ზუმარს ქართველებთან კეიფი ყველა ზუმარს ქართველებთან დარჩენა საგადის მოკაშკაშე მახმილი ლეხის ბიჭი მარაბდელი არსენა ყველა რუსი უზბეკი და გაგაუზი ყველა რუსისთვისა აფხაზი და ალბანელი ოსი აზერბაიჯანელი აბა ჩვენთან ვიღა დამომწონე ბატონები ჩიხტაკობიანი ქალბატონები ყველა ქართველებია ქართველია ბალანჩინი ბაგრატიონის შამილი შახის ბებია და სტარინი და ლავრენტი ბერია გადავხედოთ ბრავო კარგია ვაუ ყველა ქართველებია და ბოლოს კიდე ერთხელ შახის ბებია შახაბაზის ბებია ვასკა კაი მოგესალმებით ცოტა რთული პერიოდი გავიარეთ ამ ახალწლებზე კაცებმა განსაკუთრებით კაცებმა და ცოტა შორის შეთქვი რომ დიეტაზე ვარ და როგორ არ აღნიშნო რომ გეტყობა 5 კილო მოვიმატე ამ დიეტაზე როგორც ყოველ დიეტაზე ვიმატებ ამ დიეტაზე ვასკა ბოდიში ასე უნდა ზართულის გავიარეთ ახლა ამ განსაკუთრებით მამაკაცებმა ახალწლებზე იმიტომ რომ აქ საცივი გასაკეთებელი გოზინახი ქალებს რა ენაღლება სვამდება ხელებით ვარ და რავი ახალი წლიდან არაფერი მამებზე რო ჩამოვარდა ლაპარაკი ვის ისტორიას გავიხსენებდი თუ არა მამაჩევის ამას წინათ სამსახურში ვარ და ტელეფონზე მირეკავს აი ხო შეიძლება რაღაცა სხვა თემაზე დაგე მირეკავს ტელეფონზე და ერთი ჩიტი უყარს განსაკუთრებით გაზაფხულზე მოფრინდება ხოლმე და გალობით უნდა რომ გაიხსენოს რა ჩიტია და მე სახელი რატომაც გონია რომ ვიცი ამ ჩიტის რა და ესე მირეკავს ვასი როგორ ხარ რა არა მიჩავ შერაშე ვასი რა მაინტერესებს იცი გაზაფხულზე რო პირველი ჩიტი მოდის ხოლმე აი ასე რო გალობს ილია ჭავჭავაჭი რომელი ჩიტი გალობს ილია ჭავჭავაჭი ორი გალი ჩავი ვერ რომელი ჩიტი არ არის აზილი გასახსენებელი ილია ჭავჭავაჭი რატომ იამსგავს ასეთი გალობები ჭივჭავ ხო ის და პოეტური მამა ყავს რატო ხო აი ეს მოდა რომ ილია ჭავჭავაჭი ეს გალობები მე ვიცი იმას რომელი ღეროს სიომღვიმელი ამსა რომ გალობს მე მოგიცია ხაშურში სხვათა შორის კი აი არაბა მიცის ხაშურის გოჭი ეს ხაშურის ღვინოა განსაკუთრებული ჩვენ კომულეტური ლურჯი აღარ კომულეტური ლურჯია ეს აქვს ხო ხო ჩვენ მეგობარი ერთად გგზავრობთ რა მანქანით რა და აი ხო შეიძლება ინატრო მაგალითად რაღაცა იმერული ხაჭაპური რაღაცა კაი ახო კახეთში აი ხაჭრა რაღაცა რაც გაგიგონია რომ ასოცირდება იმ კუთხესთან რა რაჭული რობიო ხო რაჭული რაღაცა ახლა ჟორდა ახლა ვიჟდეთ ვიჯოდა კაი ხაშურის გოჭი მეც ვაუხრის კაცი ვარ მე ხაშურის გოჭი მაჭამარ არა მე ხაშურის გოჭის წინაშე კედი მინდა მოვიხარო ზოგადად მაგრამ ხაშურის გოჭი მე არ გამიგო დასარევ წავენ მართლა ოღონდ თქვენამდე კი ვერ მოვიტანე ეს ხაშურის გოჭი სულ ცხეთამდე მეჭმევა ხოლმე კარგია ნანუ შეს კი რა ხდება როგორ ხარ ლეკვივით მიმჯდარი კი გიყვარს ეს შინაური ცხოველები და რო გაკვირდები გარეულიც ყველაფერი წელი მაგაგიზე უნდა ერთ პატარას ვიტყვი რა გადაღებაზე შემოფრინდა ბზიკი და ყველას ეშინი არ გვიკვინოს და
მე მოუღირე რა მეთქი ჩავარდყავ ეხლა მივასიკვდი ეხლა შეეშით აუ არ მოკლავ მე ერთი წამი თუ და პირსახოცი შემოახვია გააცილა კარი მოუხურა და ცოდოა მე ზამთარში გამოვაგდო კარეთ მომეკლა ხოჭობდა ძალიან დიდი ისა გაქვს ამ ყველაფრის მიმართ რა კი რა ვიცი ბავშვობიდან ასე ვარ ახლა წელს გილოცავთ პირადად მე შევხვდი კიბეზე რა გასაშლელ კიბეზე რა კალიები იყვნენ ჩამომჭი არა ჩემმა მეუღლე მიყიდა შამპანური თან წითელი ფერის და ყოველ ახალ წელს ვაფრთხილებ აი 17 წელია ერთად ვართ 18 უფრო სწორედ და 18 წელი არ გახსნა სახში შამპანური არ არსებობს ან რაღაცა იმტრევა ან ვიღაცას ხვდება ეს ისა და ახლა ბიჭო არ გახსნა ვეუბნები და რა თქმა უნდა გახსნა და იყო წითელი და 12 საკლია 1 წუთი და ბუფო მე მინახავს შამპანურის აფეთქება მაგრამ მსგავსი არაფერი არ მინახავს აი ვულკანის სამოფრქვევა იყო ეს და თელი თეთრი ჭერი სუწითლად არის მოვიტანე ცეცხლოვანი ცხენის წელია და იმედია კარგად დამებედება არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარეთ ბუთქუნი ულოცავენ და მე ვდგავარ კიბეზე შენი გავაკეთე ხო გითხარი არ გახსნა და აქეთ დომესტოსი აქეთ ვედრა და მოკლედ გუშინ შევღებეთ ჭერი კარგი გამოგვივიდა კარგი დროგიტარებია ესე იგი გუშინ შევღებეთ ჭერი ხელოსანმა ვენეგრეთის ფერზე დასვა ზუსტად რა ფიტაფი ჭარხლის ფერზე ვერ დაასმევინე ჭარხლის ფერი ესა ხო არ მინდოდა რა შენ სიტუაციაში არ ახარ შენ ესეთი ეთერაში არ იყოს ესეთი ბრაზიანი ხო არა ხანდახან კი სხვათა შორის უფრო ახლა დამეწყო რაც არა ბრაზიანი ხასიათში გამიჯდა ეს ნანულასისა და ზაგარ როგორც საუბრობდით აკა ყოლა არ გეგონო ზაგარ როგორც საუბრობდით ყოლა როგორ შეიძლება მწერები ცხოველებზე არა მაგლაპარაკი მწერები რა ვიცი კოღო ბუზები ლიბერალები ხო იცი ის ლექციურა აი მაგალითად აგერ აბასინათ გველების ქორწილში იყო დამატებული შენიერი დრო ვატარეთო კაი დრო ვატარეთო ერთი ისტორია აბა შეგელიჩი ერთი არა ორი პატარა კაი ერთი მასე სტუდენტობისას ვმუშაობდი კაზინოში სამორინეში უკაცრავად და რა საკეთე ну მიმტანად ძირითადად კრუპიეთაც მიმუშავია მაგრამ ძირითადად მიმტანად მუშაობდი ხო და საღამოს 8-9 საათზე პატარა ესეთ ფურშეთს ვშლიდით ხოლმე რა ბუტერბროდი დაჭრილი ძეხვი ყველი რომ ეს ხალხი დღეები ვინც ზის იქ და არ ახსოვს ჭამა რაღაცა შიმშილით გული არ წავიდეთ ვშლი ამ თებშებს ვაწყობ რაღაც აქეთ იქე და ეს არის ქალი მოდის რა და აქეთ ხელში უკავია ფიშკები თან ესე ატრიალებს რა და აქეთ სიგარეტი აქვს და უყურებს რა რას ვაკეთე და ებე შვილო რა იყო სამარხო არაფერი არ და გავხადე აქეთ ფიშკები აქეთ სიგარეტი იქეთ სამარხო კარგია და კიდე ერთი პატარა ისტორია მაქვს ემიგრანტებზე ჩემი დედამთილის ახლობელია რა წასულია იტალიაში ტრადიციულად მუშაობს უვლის მოხუცს ხო ესეთ რაღაცა მოუვიდა გახდა ეს მოხუცი ცუდად გამოიძახა მას სასწრაფომ წაიყვანა დაურეკა შვილებს ესეო გავარდნენ ისინი საავადმყოფოში და ეს დარჩა სახლში და ურეკავენ ცოტა ხანში რომ ეხლა ჩვენო გასასვლელები ვართო და ჩემ შვილიშვილს გამოგიგზავნიო ეს ქალი რა და წამოგიყვანსო და შენ დარჩები ამასთანო აქ საავადმყოფოშიო კარგიო მოვიდა ეს შვილიშვილი ჩადის ეს ქალი და ეს ბიჭი ზის მოტოზე
და სპორტული თან ესეთი მოშინი. და ანიშნებს დაჯექიო და ეს ხალი არის თვითონაც ახალგაზრდა არ არის რა 60 გადაცილებულია რა და ეხა ცხოვრებაში არ მჯდა რა მოტოციკლებზე და ვერ დავჯდებიო მე შენ დაიწყო იმან მეჩქარებაო კაცო მაგის დრო არ არისო და ხალხმა ერთი ამოისუთქა დაჯდა ჩაებღაო ჭამას თვალები დახუჭა და იმან დუნდუნდუნდუნ ამოქოქა ამან ვაიო და ამა ჩაჭირა და მიქრია და ეს ხალი უმატებს ვაი და თურმე იტალიურად ვაი ყოფილა წადი აი მიდი წადი რა რაღაცა ესეთი რა ეს ბიჭოს უკან იყურება და ვაი ეს უმატებს და მიქრია და მოგნედ ეს ხალი კარგ დანიშნულების ადგილზე მიიყვანა იქ მოასულიერეს ცალკე ეს ხალი და შენ კიდე გეშინოდაო მე იმანოთ რა ყარებია არა და ვუი რო ეთქვა გაჩერება ნამი მოკრო კაი ნონა აი ძალიან ეჭიმე პარება რო რამე გაქვს მომზადებული ნაჭამი რო ხარ არ მეყარება ახალ შენ ეხლა აგე გუშინ შობა იყო და უკვე სამარხო გააქვთ რამე აღარ დაგჭირდებოდა არა გილოცავთ ყველას აგლობა სიკეთე და სიხარული თქვენ და ჩვენს ქვეყანას კი ბატონო რატიკო ბატონო ენამწირი არის ისა რა კი ბატონო არაფერს არ ყვება და სხვათა ეთერი არ მოყვები არაფერს შენს ამჯერ არ ყვები ინდო კი ბატონო ხოთე შონის იქაც როგორ ლაპარაკობს იმ ტექსტებს ესეც ძალიან მიკვრის დღემდე თუმცა იქაც არის ხოლმე ეხლა ამას არ ვიტყვი მე შევინახავ როგორ გაატარე რატი შენ ამბავი რა ხდება რავი მადლობა ღმერთს კარგად ღვთისმადლობით რაჭაში ვიყავი ცოტა ხანი იმიტომ რომ მე წამოვედი რეპეტიციები გვაქვს თეატრის რეპეტიციები გვაქვს შვიდში პრემიერა გვაქვს კარგი თეატრი იხსნება და ამისთვის წამოვედი ცოტა ადრე მომიწია რა კარგი თეატრი კი არ იხსნება უკარგესი 7 თებერვალს იქნება გახსნა პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი სადაც აგი ვიტვირთეთ ნიკოლოზ და მე მგონი რაღაცა გამოგვივიდეს და ბილეთები უკვე არის გაყიდვაში როგორც მოგეხსენება თუ დარჩა კიდე რამე არც მე ჩვენ შეგვეძლება მოსვლა კი ბატონო და გელოდებით პრემიერაზე დიდი კარგია რომ შეგვახსენე სურვილი გვაქვს კარგი ეს ყველაფერი ჩვენი ჩანაფიქრები კარგად ჩამთავრდეს ასე რომ იჩქარეთ ის ბილეთები რაც დარჩა დროზე თორე ვერ შეგხვდებათ ადგილი 7-ში 8 საათზე კი ბატონო ამიტომ მომეწა ცოტა ხნით რაჭაში წასვლა და მინდა რომ პირველ რიგში ჩემო პაატა ჩვენს ერთგულ მაყურებელს მინდა მადლობა გადაუხადო ყველას ვინც აი ამ ჩვენს სერიალის მიმართ არის ძალიან კეთილად განწყობილი რა და განსაკუთრებით მინდა ასევე ემიგრანტებს მადლობა გადაუხადო იმ თბილი სიტყვებისთვის ვისაც ის კარგი ადამიანები ჩვენს მიმართ ხარჯავენ რა ეხლა რაჭაში რომ მივიდიოდი პატარა ისტორიას მოვყვები ბენზინის გასამართ სადგურში მივედი რომ საწვავი ჩამესხარა მანქანაში და მივაწოდე ბენზინის გასამართი თანამშრომლის კარტა რითაც უნდა ჩაასხას რა საწვავი და მიყურებს ახლა ეს კაცი და ერთი წუთიო ჩამოწიეო ისო რა ქვია პანჯარა და ჩამოწიე მინა რა უკაცრავთ თქვენ ის არა ხართ აეროპორტის ქუდი რო გახურია თო სერიალში ვერ მივხვდით ეს აეროპორტის ქუდი რა არ ვარ ეს ხო მიმინოს ქუდს ეძახიან და ამიტომ აეროპორტის ქუდი ასე თქვა დამარხა და ერთს გავიხსენებ ერთი მეგობარი მყავს რომელიც არის ერთ-ერთი წარმოების დირექტორი რა აჰა ხო და მთხოვა რომ ოჯახში ვარ თუ რატი დაპატიჟებულიებიო და უნდა წავიდეთო რა და მოთარ კი მეთქი არ არის პრობლემა რომ მივდივართ გზაში მეუბნება 1 საათი მაქვს სამსახურში პატარა საქო თათბირი მაქვს და სამსახურის მერე წავიდეთო რა და კარგი მე ვუთხარ და გავაჩერეთ ახლა მანქანა ეს ჩემი მეგობარი ავიდა სამსახურში და ხედავ რომ თანამშრომლები ნენელა შედიან წარმოებაში რა კაბინეტში ხო კაბინეტში და ღიმილით ზოგი აწითლებული სახე პახმელით არის ეტყობა ზოგი მაგრამ ღიმილი და აი კარგი ხასიათი შედის ხალხი რა
შავგრემანი კაცები რაღაცა კარგად. ხო და 1 საათი გავიდა მე მანქანასთან ვარ სიგარეტს ვეწევი რა. და გამოდის ხალხი და ყველანი არის გათეთრებული რა. ზოგი გათეთრებულია, ზოგი გაშავებული არის. ნუ მივხვდი რომ რაღაც მოხდა თათბირზე რა. და ერთი ადამიანი წამოვიდა ჩემსკენ, მე ვარ მანქანასთან სიგარეტს ვეწევი. წამოვიდა ჩემსკენ და ხო მოვიდა, არც გამარჯობა მითხრა არაფერი. და ბიჭო თავზე. მე ვერ მივხვდი გაიგე რას მეუნება და ბატონო მეთქი და თან ეს ბატონო ესე გამომივიდა ეს წარმები გადაკვეთა შევკარი რა და ცოტა სვარუნად გამომივიდა ეთქობა ეს რა მეთქი და ეხლა ეს კაცი მივხვდა რომ რაღაც შეცდომა დაუშვა მაგრამ სად გამოუასო რომ არიცის და არის ესე ქებიყავით ღირსები თავის მოკლედ ჩემო ძირფასებო ძალიან მიყვარ ხართ ძალიან მიყვარს ჩვენი მაყურებელი ნიკოლოზ გავიდეთ ცოტა ფინალისკენ ხო და უბრალოდ შეგახსენებთ რომ 17 იანვრიდან თქვენ უკვე შეგეძლებათ ახალი სეზონის პირველი სერიის ნახვა კომედი არხზე საღამოს 8 საათს და რა თუ არა ერთი კარგი სიმღერით დავამთავროთ ეს ყველაფერი და მოკლედ გელოდებით კომედიაზე ხოლო მომავალ ხუთშაბათს რა თქმა უნდა შევხვდებით რუსთავიელზე პაატა და ნიკას შოუში დროებით შაბათ კვირას ყველა ერთევ თანხმდები კომედი არხზე გვიყურეთ სულ ყველა აქ დაგხვდებით სერია არ გამოვთხოვოთ თორე მართლა ინანებთ საზეპირო წლის ბოლოს ჩავიბარებთ მე ისევ სიძეს დავჭყობ ყოველ შაბათ კვირა დღეს ნერვებს უშლი მაგაზე ნუ იდარდებთ გადავისოთ გაგარეთოთ ეს ხომ ჩვენი ვალია დურიანი სიცილი სიცოცხლის დამალია ვალია ეს ხომ ჩვენი ვალია ვეშერია სუკურე გაერთობით ძალიან ეთერას დავშევაყვარეთ დრო გამირბისენ ლოგიში ცოლად უნდა მოვიყვანო გოგიასთან ბოდიში ყველა სიყვარული ნახა ყველა სტუჯი დაეცა სიცია შევირიგე და გამეცა ვაინანა ყველა სიყვარული ნახა ყველა სტუჯი დაეცა სიცია შევირიგე და გამეცა გადავისოთ გაგარეთოთ ეს ხომ ჩვენი ვალია დურიანი სიცილი სიცოცხლის დამალია ვალია ეს ხომ ჩვენი ვალია ვეშერია სუკურე გაერთობით ძალიან რაც ეს ბალყი გავაჩინე ყველა თავზე მევლება ცოტა რო გამოიზრდება მერე რამე შველება შენ მაგაზე არის დაროდო თავარია თბილად ხარ ცოტა ხანში მეორესაც მივარხარ მე ოჯახში ვინ მომხედავს ჭამა როგორ მიყვარდა შიმშილისგან ენა გადმამიბარდა გადავისოთ გაგარეთოთ ეს ხომ ჩვენი ვალია დურიანი სიცილი სიცოცხლის დამალია ვალია ეს ხომ ჩვენი ვალია ვეშერია სუკურე გაერთობით ძალიან საიდუმლოს მას გავუმხელვი შრომასა და მიფასებს ირადად ჩავაწერინებ აჯაბს ადლი პრიპასებს მე დიეტაი გავაგრძელებ ჯერჯერგი არ მიჩანს შავედიე ყიყლი ყოი და ბადრიჯან და ეს თქვენ თვითონ ნახავთ რეიტინგ რომ დაგლიჯავს ჩაუჟეკი კარგი სერიალი შანს გადავისოთ გაგარეთოთ ეს ხომ ჩვენი ვალია დურიანი სიცილი სიცოცხლის დამალია ვალია ეს ხომ ჩვენი ვალია ვეშერია სუკურე გაერთობით